ყოფილი ქმერი. აუას როგორ მიხარია რომ საბოლოოდ დახუჭე თვალი ჩემს წინას გავლილ ცხოვრებაზე და საბოლოოდ მაპატიე ყველაფერი და ახალი ქურცლიდან ვიწყებთ ვასო თამარ მე გითხარი შენ რომ ჩემამდე ვინც იყო არ მაინტერესებს ეხლა ხარ ჩემი თავარია ჩემთან ხარ გათხოვილი ხარ ახლა უკვე მე ვიზრუნებ შენზე თამარ აუ ეხა რაღაცნაირად დეჟავუ მქონდა ვასო დეჟავუ მქონდა ანუ დეჟავუ ანუ ხარი უკვე გათხოვილი ხალი ხარ აი მაგაზე მქონდა დეჟავუ რაღაცნაირად რა არის თამარ მოდი არაფერი არ დამიმალო კარგი თუ რაღაცა დეჟავუ ბარემ ყველა დეჟავუ დაუშვ თქვი ეხლავე არა არაფერი მეტი და არანაირი სიურპრიზი თუ რაღაც არის მითხარი თამარ პრობლემა არ არის მე ხო იცი მე უკვე არაფერი გავაღებ ხო თამარ გამარჯობა. არ არსებობს. ეს ყვავილები შემოგიტანე. აი მე მადლობა ძალიან. თამარ ძალიან მინდა და შენი ნახვა. ყველაფერი გავაანალიზე. და? ხო და მივხვდი რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი შენს მიმართ. მოგაცავად, ხელს ხო არ გიშრით? არა, ერთი წუთით რა. და მინდა რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ რა. ანუ ვერ ხვდები ოღონდ. ანუ მინდა რომ შემირიგდე თამარ რა. ой, აბა! მე ვერ ხედავა. ერთი წუთით ველაპარაკები ხო ადამიანს? ბოდიში ერთი წამით რა. იცი რა, მაგაზე ესე რა უნდა ვქნა, ეხლა რა გავაკეთო რაღაცნაირად არ ვიცი. არაფერს თქმა არ არის, საჭირო დაგელოდები, რამდენი ხანიც გინდა იფიქრე და ხო, იმიტომ რომ ესე უცებ პასუხს ვერ გეტყვი. კარგი. ვინ არის ეს კაცო? ეს კაცი ვინაა? საიდან მოვიდა? ვინ არის? ეს არის ვასო, არ გაგაცანი. ეს არის ჩემი სუსუ პირველი ქმარი. აბა შენ ხარო პირველი ქმარიო მე რომ მითხარი? არა, ხო, პირველი ქმარი შენ ხარ. ეს არის სუსუ პირველი ქმარი. ეს არის სუსუ პირველი? სუსუ რუსუ. კარგი. რუსუ. თამარ აქ დაგელოდო თუ? ხო, და მიხვდე რომ რაღაცნაირად ხარხულ სიტუაციაში აღმოჩნდი, ხა ჩემ ვასოსთან და უნდა წახვიდე. მაპატია მინდოდა, მაგრამ დასამშვიდობებლად ერთი კოცნა არ მეკუთვნის? კოცნა? აუ რატო არა რა ვიცი რა ხდება ვერ ხედავ აქ ბიჭო მე ვაიმე წადი მართლა რა არის ვერ გავიგე რა უხერხულ მდგომარეობაში მაგდე მოდი შეგარ დაახვიხედე აი ეს ყვავილები არა ეს დამიტოვე კაი კარგი არის დაგეოდები ხო კაი მოვიფიქრებ იცი თამარ რა არის რას გავს ვერ გავიგე ეს ყველა ყვავილები რას მივაწერო რა ვიცი გითხარი თუ რაღაც არის მითხარი ხო მაგრამ რომ გავერკვე თუ არის ვიღაცა კიდე ჩემამდე თუ იყო მითხარი აი რაღაცნაირად დეჟავუ მქონდა ეხლა. რამდენი დეჟავუ მქონდა? აი რა მოგეწონა ამაში? პროსტა მითხარი, რატო გაყევი? ცოლად ამას მითხარი ერთი. რატო და ხელი მოვაწერე ამასთან უბრალოდ, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეობა მჭირდებოდა, ხო გესმის? რას მებოდიალები თამარ? რას მოდიალო? საქართველოსში დაიბადა ბავშვი უკვე საქართველოს მოქალაქეა. მართლა? კი. აბა მომატყუა? ხო, მოგატყუა. ბარა მოხოჭა, ეხლა მიხვდი, ხო? აუ რა დამპალე ბიჭი ყოფილა? მე ჩემო რა დავაშავე, ვინ არის ეს? რამ შემაყვარა ეს ვინ არის? ვერ გავიგე, არ ვიცი რა, ვერ გავიგე რა. აი ჩამოთვალ ერთი ინკუბატორი ხარ. აბა. გამარჯობა. აუ როგორ ახლა? დაშვედი. რა ვიცი შენ? რა ვიარაფერს. რა დავიკარგე. როგორ გამოვყევი, მოვედი ხა ისევ და წამოდი ხა. ჩემთან. ანუ წამოვიდე? უნდა წამოხვიდე ხო, აბა რა უნდა. ძალიან დიდი ბოდიში უკაცრავად რომ ჩავი ვინ არის ეს? წვერებიანი ახალგაზრდა ვინ არის? მე კი არა შენ ვინა ხარ? მე ვინა ვარ? მე ამის ქმარი ვარ, ვინა ვარ? მე და თამარი ვცხოვრობდით ერთად, კარგი ხანი და ერთად ვიყავით დიდი ხანი. მე ქალბატონმა გადაწყვიტა რომ უნდა დაგშორდა ვიღაც მამაკაცი გამოსდა ჩემ ცხოვრებაში. მე ვარ ის მამაკაცი, ძმაო, მე. შენ ხარ დავითი? დავითი არა კაცო, მე ვასო ვარ. მოიცა, აბა დავითი გამოჩნდაო? ერთ სიტყვით წამოდი რა. არა, აგიხსნით, ეხა რა მოხდა? ანრი მყავდა, მე ბესო მყავდა, მე შენ რა ქვია? გელა. ხო, გელა, მაგიტომ მყავდი შენ და მე უწევდა დ, თორე. კი არა. ანუ ბრუნდე ქვეყანა ასუები და კიდე ის
როგორ ელაპარაკები ბიჭო შენ ჩემცოლს წავედი ხა მოდი აქ ერთი წუთი რა ჩემი ცოლია გაუში ხელი ბიჭო ხელი გაუში ბიჭო ცოლი არის ჩემი ცოლია ბიჭო გაუში ბიჭო მაინე ძალიან ამაყივა რაღაცნაირად გაუში ბიჭო ხელი ეხა დრო გაუში მართლა ხელი გაუში აუ კაი მართლა წადი ხა რა ახალ შექმნი ოჯახს ნუ დამინკრებ წადი რა კაი მაშინ მე რა ხო დაგირეკავ ხო რავე დროებით რას გავს ყველა მითხარი აი რას გავს ყოველივე ეს ამიხსები ვასო არ მითხარა ეხა რო ეჭვიანობ უკაცრავად არა ვარ საერთოდ ეჭვიანი აუ რაღაცეებში საერთოდ არ ვარ ეჭვიანი რაღაცებზე მომსდევ რა და მე გითვლი შენ ამდენი ანკესები და თოფები და რაღაცები რატო გაქვს და საიდან შეადარე ხო ეხა შეადარე ზუსტი შედარება მოიყვანე ზუსტად აუ ეხა შენ გაიხედე რა აბარა ქმარი ხო უნდა გავიცნო ვინ არის ეს ვინ არის? ამაში გამწოლე რას გავს ეს უპატრო? გახედე ერთი. ამას აქ რა უნდა? გამოიწი ერთი, გამოიწი. რას გავს ეს საცოდავი? ეგრე შეაფასებ ხა ვას. ან ფიზიონომიით რას გავს? ან ინტელექტის მოჩანს ჭუჭუტანაში რეგვენი. არა, ვასო, მომისმინე. სუფთა რეგვენი, რაში გამწოლე გოგო ამ? აი, რა აქ მაკაც ისეთი რაც მე არ ამაკეთი ძალიან მაინტერესებს რა. არა, აქვს ისეთი რაღაცები, რაც სხვა მამაკაცებს შეიძლება არ ქონდეთ. მაგალითად რა მითხარი? რა აქვს იმას ისეთი რომ მე არ აქვს. მითხარი ერთი. აი ხა ვასო, გეტყვი და გეწყინება. არ გაუღოთ აბასკარი. მე დავიღალე რა. ამ ადამიანს რაც მე არ აქვს. საგუნებელში ჩამაგდო. ამაში როგორ გამცვალე? ხო, არ არსებობს. ამაში როგორ გამცვალე? ამას უყურეთ. ხო, გაგცვალე მე. გეთქვა კალათბურთელები თუ მოგწონდა? არ არის კალათბურთელი, ჩვეულებრივი. კაი, გეხვეწები, კაი, ჩვეულებრივი ვარ მე. კარგად იყავი, წავედი რა. ვაიმე, ეს რა? რამე, პროსტა არ მეგონა რა. ვაიმე, კაი რა. ვინ არის გოგო ეს? ამაზე არ დამელაპარაკო, კაი. ეს ვინ არის გოგო? კაი, ამაზე არ მომაყოლო, კაი. თავის ზღაპარში მგონია, ფიფქია და 7 ჯუჯა. სულთ ეს ვინ იყო გოგო? ვინ იყო? ყველაზე პატარა ჯუჯა იყო, თუ ვინ იყო? ვაიმე, კაი ხა რა, ხო გითხარი არ დამელაპარაკო მაგაზე თქო. რა ხდება? რატო შემიყვარდი? მაინც და მაინც ვერ გავიგე. რომელი ქმარი გაბატიებს ამას? თამარ. გილოცავ მადლობა ძალიან დიდი. დედას მიცავა და მინდა რომ ყოველთვის ბედნიერი იყო. აი ამის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის. გენაცვალე შენ. ვინჯან დაბა გოგო ეს? ნუ ერთ-ერთი. გილოცავ მინდა რომ ბედნიერი იყო. აი მართლა მინდა მთელი გულით ამის სათქმელად მოვედი. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები ყოველთვის ცხოვრებაში. მადლობა დიდი, კარგად. ხოიცა კაცო, ეს კაცი ხო იყო წეგან შემოსული, ორჯერ რატო შემოვიდა? არა, პირველად რო შემოვიდა, ის იყო ანდრო. ანდრო. ჩემი მესამე ქმარი და მეორედ რო შემოვიდა, ეგ იყო ბესო. მაგის წყუპის ცალი რა. მე-12 ქმარი ჩემი. ანუ ძმებთან შენ ქალობას გაეტყვიე. არა, ბასო, ნახე. ძმებთან როგორ იმას არა, მომისმინე ერთი წუთით, როგორ ჩემ ვერ გაარჩიე ხა, ხო? წელიწადი ეგრე ვერ ვარჩევდი. აჰა, გასაგებია. იპოვე ხო? იპოვე, რა გამოწვევი მაინც ხო? გავაბი. მომძანდი გენაცვალე, მომძანდი. თამარ გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, მოკლედ, რაც სახლიდან წახვედი, იმის შემდეგ შენზე არაფერი არ მსმენოდა და ამიტომ მოვედი, უბრალოდ მაინტერესებდა რა მე ხო არ უჭირს თქო. მაგრამ ეხლა რომ მოვედი, თამარ, დავინახე ეს მამაკაცი, დავრწმუნდი რომ არაფერი არ გიჭირს. ხოჭა შენს გემოვნებას რომ აი ესეთი ღირსეული ადამიანი აგრიჩებია. ხოჭა ნამდვილად. რაც იყო ამისი ყველა უკნარა იყო და აი ადამიანი წესიერად შემოვიდა. მითხარი რომ ეს შენამდე იყო. მომძანდი ბატონო. შეიძლება დავძინე. დავძანდი ბატონო. ძირს არ დავინახე. ძალიან მეორე ხელი სახელი? ჩემი ვასილი ბატონო. დავძანდით. ძალიან გამიხარდა. ძალიან გამიხარდა. აი ახალგაზრდა. კარგი ადამიანი. ზდილობიანი ნაცავარია. დააკაკუნა შემოვიდა. რა ვაშკაციაო, ჩემზე ამბობს. ნამდვილად. აი ჭეშმარიტი ადამიანი. ნამდვილი კაი ადამიანი. კი, მაგრამ რატო დაშორდი თამარ? არაჩვეულებრივი პიროვნება. იცი რა, ცოტა ხანში მიხვდები შენ თვითონ ვასო. ცოტა ხანში შენ თვითონ მიხვდები. იცით მე სულ მინდოდა რომ თქვენთან მოსულიყავი და გამეცნოთ ჩემი თამარის მეუღლე. იმიტომ რომ თამარი არის ძალიან შვენიერი ადამიანი და
თამარი იმსახურებს მაგიტომაც მხოლოდ რა თქმა ისეთ უნდა. როგორიც თქვენ ბრძანდებით ვასწრო ხომ დიახ, აი ესეთი დიახ, მხარბეჭიანი ადამიანი როგორიც თქვენ ხართ ნამდვილად მე ძალიან მიყვარს თამარ რომ მომწონს ასეთი ადამიანი რომ ჩემი თამარის მეორე ნახევარი რა ხდება? კაცო, შენ მე ვიგონი ვარ, ბიჭო. რა სხვათა შორის ეგ აგრესია ჩემს ვინც აკაბაღარ, ბიჭო, შენ დაიწყო. ვიგით უფრო აგრესიულად მომწონს აგრესია ჩემს თამარსაც ვინ ძალიან შეხედია თამარ ეს ვინ არის? რა ხდება რა რამე ბიჭო მოშორდია ქედა შეშობედაო, გაატრია ჩემს. რატო ეს აუ აგრესიულად ბატო ხო გითხარი რომ არ მოხვიდე ხოლმე რომ გავთხოვდებით ხო მე რამდენი ოჯახი უნდა დამინგრიო უბრალოდ ინტერესის ამბავი არის ბატო თამარ კარგი რა ინტერესის მე მაგდა გაატრია თორნივე შეშობედაო. თქვენ შენ პაკო და შენ ხელი მომკიდა ბიჭო ხელი მომკიდა შენ